მიუხედავად ჩვენი სენტიმენტური დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება არც იყოს ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ. მე დღესაც კიდევ თემრიგ სტრუქტურებში ხელისუფლებაში არიან წარმოდგენილი და შეიძლება უბრალოდ ჩამწვიდო და პალატი, ბანკი და ასე შემდეგ. მაგრამ სასამართლოები, ტელევიზიები თავიანთი პოლიტიკური ბრძოლის ვექტორი უნდა მიმართოს შედეგის პოლიტიკური ძალაუფლება და ჩვენ. დღესაც ხარობს ადვოკატმა დასვა საკითხები, მაგრამ რატო იყავს თქვენს წევს მასში? არჩევნები ფაქტობრივად სწორდავენ არსებობს. ამიტომ დღეს ჩვენ პრო ეფექტური შედეგი უნდა დავდოთ ხალხს. ჩვენი პარტია აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. ჩვენ სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები მოვახდინეთ და საკადრო ცვლილებები პარტიაში. ეხლა შეკრებილია პარტიის ერთი, ასე ვთქვათ, ბირთვის ერთი ნაწილი, რეგიონების წარმომადგენლები, თბილისის რაიონების წარმომადგენლები. მსჯელობთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აჩვენოს კარგი შედეგი და ამავდროულად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არავის არ მივცეთ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამ ტიპის შეხვედრები გაგრძელდება როგორც, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე დასავლეთ საქართველოში. ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის თაოსნობით და დახმარებით ჩატარდა სემინარი, რომელიც ეძღვნებოდა თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიის მომზადებას. წარმოდგენილი იყო თბილისის 10 რაიონის ხელმძღვანელი, წარმოდგენილი იყო აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური კოორდინატორები. სემინარი გაგრძელდება ხვალაც და მიდის მუშაობა პარტიის სტრატეგიაზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის.